რაბი იაკოვ, სამსე არის ამ შაბათის პარაშაზე, რომ შეგვიძლიათ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, წასულ შაბათის პარაშა იწყება ის ერთ-ერთი მიცვა, რომელიც დაევალათ ისე შვილებს უდაბნოში ბნიათ მიშკანის აშენება. წასულ შაბათში პარაშა წერამს დიახ მიშკანის დავალება, როგორ უნდა მიიღოს ყველა მონაწილეობა, უნდა მოიტანოს საწევარი, თერმოთები შესაწირი, მერე შემდეგ რა თქმა უნდა, როგორ უნდა აშენდეს, როგორ უნდა გაკეთდეს, რა ზომის უნდა იყოს, ყველა თითო ნივთი, არა მარტო მიშკანი, თითო ნივთები ბეთამიკდაშისა. ამ შაბათის პარაშა მოდის, ვინც უნდა იმსახუროს ამ მიშკანში, ვის ევალება დიახ ამ მიშკანის, რომელიც გახდეს მიშკანის მომსახურე. არ ვიტყვი ბაყალაბაით, მაგრამ რომელიც მოღვაწე დიახ ამ მიშკანის, ეს არის არონ აქოენი და რა თქმა უნდა მისი შვილმომავალი. მაგრამ პარაშა ხსნის იწყება ვეათა თეცავე ეთ ბენე ისრაელ. მოშე რაბინუს ავალებს ღმერთი და შენ მოშე დაავალე იგი შვილებსა ისრაელებისა, რომ მოგიტანო შენ შემენ ზაიცახ, რომელიც უნდა აინთოს მერე შემდეგ მენორა. და რა თქმა უნდა მოშე რაბინუსაც ევალება, როგორ უნდა დანიშნოს არონ აქოენი, რომ არონ აქოენი გაუძღვება ყველაფერს. რაბი იაკოვ, ჯერ პირველი მოკლედ პარაშის შინაარსი ქრონოლოგიური წყობა და მე რა თქმა უნდა თუ შეიძლება რომ გავიგოთ, ეს არის ერთ-ერთი პარაშა, რომელიც არიწყება ვაიომერით, ვაიდაბერით. იწყება პირდაპირ მიმართულობით და შენ. და რა თქმა უნდა ახსენებთ, რომ მოშე რაბინუს სახელი რომ არ არის მოხსენებული ამ შაბათის პარაშაში. ნუ დიდი შესავალი იყო. ეს ჯერ მესალმები ჩვენ პროგრამის ყველა მომსმენლებს, მნახველებს, თქვენ პირადად რაბი, დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ, მრავალ წლებს, მრავალ ჯამიერს და გამჩენს რომ ჩვენ იგუდიდან გამოსული იყოს მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე, ბედნიერება, კაი დარიგებები, კაი გასწავლებები ჯამაათისთვის და სულ ჩვენი ჯამაათის მომაღლება და მოდიდება ამენ. როგორც რომ თქვენ ახსენეთ, ეს ცნობილი არის ყველასთვის, ვინც რომ სეფერთორას ოდნათი გერკვია და ოდნათი სალოცავებთან ახლოს არის და დარაშების მომსმელი ვინც რომ არის, რომ ამ პარაშაში მართლაც მოშე რაბინუს სახელი არ არის ნახსენები. ხოლო 18 პარაშა არის სეფერთორაში, სადაც მოშე რაბინუს სახელი არ არის ნახსენები. ამოშლილია სულ იმ პარაშეებიდან. ბერეშიტის პარაშეებში მოშე არ წერია ვაფშე სულ. ის 12 პარაშა არის. დებარიმშია კიდევ გარკვეულად 5 პარაშა, აგერ არის კიდევ პარაშა თეცავე, მთლიანად 18 პარაშა, სადაც რომ მოშე რაბინუს სახელი არ იხსენება სეფერთორაში. მოშე რაბინუ ის მოშე ბრძანდება, რომელმაც რომ აკადოშ ბარუხუს თხოვს, როცა ისრაელმა ცოდო ჩაიდინა ყეგელის და გამჩენის წინაშე ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა ჩვენმა მამა პაპამ. შეცვალეს ვაიამირუ ქევოდ ელ ბეთავნით შორ ოხელ ყესევ. დაწერა დიდმა დავიდმა. შეცვალეს უფალი დიდი უფლის ქაბიახოლ ქაბოდის სიპატიოსნე მსახიერობაში, რომელიც რომ გამოიხატებოდა ხბოთი, რომელიც რომ ჭამდა თივას. ესე იგი, სად გამჩენი ღმერთი, სად ხბო, სად ის, სად ეს. ოხელ ყესევ. გამჩენი ღმერთი შეცვალენ ქაბიახოლ ვაიამირუ ქევოდ ელ. ამარა ზე ახლაფა. ყველა მისის რა არის დღეს ჩენჯ, ამარა შეცვლა, ფულს რო შეცვლი, დოლარს რო ისრაელის ფულზე გადაიტანთო სხვანაირად. ვაიამირუ შეცვალენ გამჩენი სიპატიოსნე ამხელა დიდება, რაზე გადაიტანენ? ამაშიც იცოდეთ ყველამ, რომ ჩვენი მამა პაპაც ასეთი დაბალი დონეც არ იყვნენ. და რა იყო აქ აზრი? მოდი ესაც ავსნოთ. რა ქონდა ცოდით რო ადამიანი ცოდოს ჩაიდენს, იმასაც რაღაცა აზრი მოსდევს. თუ რა ვაზრობთ? ამხელა დაცემამ რაფერ მოხდა? როგორ, სიდან, როგორ, რაფერ? ამხელა დიდი შეცდომა როგორ? ხოლო აზრი ეს არის. საერთოდ ძველი ერები, მით უმეტეს მიცრაიმში, ეგვიპტეში,
დიდი მცოდნე ხალხი იყვნენ და ემსახურებოდნენ ბუნებას. ბუნებიდან იგებდნენ ბუნების სიღმეს. ჩამწუდარი იყვნენ ძალიან ღმად, რა ძალა მოდიოდა ამ ქვეყნად, ამ სოფლიოში, რიდან მოდიოდა რა და რატომ რა ხდებოდა, რომელ დროზე ეს იცოდნენ სიდან ვარსკვლავების დახედვით. ასტრონომია ესმოდა სასწაულად. ხედავდნენ, უყურებდნენ, იმის მიხედვით ბევრ რამეს აკეთებდნენ. ეგვიპტიელები ეთაყვანებოდნენ ცხვარს. რატომ? რატომ ამოირჩიეთ ცხვარი? იმიტომ რომ ცხვარი იყო პირველი მაზალოთებში, ბედებში, ასტროლოგიაში. აკადოშ ბარუხ უბძანა საისრაელოს. ესენიო ცხვარი თაყვანებიანო, რადგანაც რომ ბუნება წამთ, დაიციან რომ ბუნებაზე სუნთლობს ცხვარი ყველაზე მეტად ცხვარის ბედი, აიყვანეთ ის ცხვარი დაკალით, უჩვინეთ ეგვიპტიელებს რომ სხვა ძალა არსებობს, ცხვარზე დიდი, ბუნებაზე დიდი, ბრძანდება კი გავოა მეალ გავოა შემ, უფალი ბრძანდება მაღალზე მაღალი. ხლა როცა ეგვიპტედან გამოვიდა ჩვენი მამა პაპა, აგერ თორას ღებულობენ, დაუმტკიცდათ რომ ბრძანდება მაღალი ღმერთი. მოშე გაქრა თავიანთ ანგარიშით, საწავიდა მოშე. ანგარიშენ 40 დღე გვითხრა ჩამოვალ, არ ჩამოვიდა, თავიანთ ანგარიშით შეცდნენ, მაშინ უბრუნდებიან რას? თუ ჩვენის გამჩენი ღმერთი ზალა არა გვაქვს, ის კაცი რომელიც იყო შუაში, გაქრა მოშე, მოდი დაუბრუნდეთ ბუნებას. მოდი დაუბრუნდეთ ჩვენ ძველებურად, ვისაც ვეთაყვანებოდით. მაგრამ ის ბუნების ზალა, ცხვრის ბედი მოკლა გამჩენმა. გადახედენ ვარსკვლავებს, რომელი მოდიოდა შემდეგი ბედი, მაზალოთებში. ეს იყო ხბო. ხბოს ემსახურათო. ამიტომ აიყვანეს ხბო. დაბლა ხბოს კი არ ემსახურებოდნენ. იმ პირუტყუ კი არ ემსახურებოდნენ, ეთაყვანებოდნენ, რომელიც რომ ჭამდა თივას თუ ბალახს. მაგრამ რასაც წარმოადგენდა ზეითურ ძალებს, იმას ემსახურებოდნენ. აი ეს იყო მაგადი გაგება. ამას ემსახურებოდნენ. აინტერესებდათ ეს. გავაკეთოთ რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ძალასაო. მოშე რაბენუს გამჩენი მოახსენებს, მოშე შენ მაშინ მინდევ ხარ შვილო, სანამდეც რომ შენიერია მაღალი, სანამდეც რომ ისრაელი მინდა, შენც მინდევ ხარ, თორა შენ რაში მინდევ ხარ, თუ ისინი დამნაშავეა ჩემთან, ლეხრედ, ჩადი შენ მოშე დაბლა, კიში ხეთყამეხა, რადგანაც რომ გააფუჭა იმერმა, რომელიც რომ შენ ამოიყვანე მიცრაიმისაგან. დადგა მოშემ გამჩენთან ლოცვით, დაიწყო ლოცვები, ქვეყანა ლოცვები, ხატა ამაზე ხატა გედოლა, შეცოდა მერმა დიდი შეცდომა დაუშვენ, ლოცვილობს მოშე, რო არაფერი გაუიდის მოშეს, გამჩენს თხოვს. მოდი უფალო, შენ მე ამანათი ჩამაბარე, ესერი ხო? თუ არ გინდებ ხარ, თუ არ გინდა ესერი, არც მე მინდა რომ დარჩე ამათთან. შენ თუ არა ხარ ჩვენთან, არც მე ვარ ამათთან. შენ თუ ესენი არ გინდა, არც მე დამტოვა ცოცხალი. ვეიმჰაინ მეხენინა მისიფრე ხაშერ კატავთა. წამშალემე იმ დაფტრიდან, იმ სეფერთორიდან, რომელსაც რომ შესწერამ, არ დაიწეროს ჩემი სახელი. მოშე და 1000 მოშე წავიდეს. და ისრაელის ჰერი იარსებებს დაიქნება. კადოშ ბარუხუმ მოშე რაბენუს სიტყვაში დაიჭირა. ასეც იყოსო. შენ წაგშლის სეფერთორიდან, ცოცხლების დაფტრიდან, წაიშლები მოშე. და ის ხალხი სანაცვლოდ ისრაელი დარჩება ცოცხალი. ამიტომ 18 პარაშაში მოშე არ არის ნახსენები. ხაი პარაშა. ხაი მოშე სიცოცხლე წერტვა ვითამ ამითი. შენ თქვი რომ მე წავიდე საკაფროდ საისრაელოსთვის. სიცოცხლეს წაგართმევ. რა იყო წართმევა სიცოცხლის? ხაი 18 ანგარიშით. პარაშაში 18 ადგილზე სეფერტორაში მოშე არ არის ნახსენები. და მათ შორის პარაშათ ეწავე. ვეათა შენეგერიშინი წერია განა. რა არის შენეგერიშინი?
ტაყამი სეფერთორის ჩვენ რაბები როცა სეფერთორას ვკითხულობთ იქ ჩვენ მუსიკანტები კი არა ვართ დირიჟორი კი არა ვართ რომ დაუკრათ დაუწიოთ ჩვენ რაფერაც გვინდა ჩვენ აქ გვიწერავს თორა როდის არის ასაწევი როდის არის ჩასავალი დაბლა უნდა დაუწიო ხმას როდის უნდა დაუკიკინო კარგად უნდა სიმღერა მისცე არის ხო მაკაფ კატანი ხო არის ფაზერ გადოლები ვეხენ მაგრამ აქ არის შენეგერიშინ ვეათა ორი გაგდება ქართულად გადავიტანოთ შენეგერიშინ ორი განაგდები ვინ არის ერთი ისრაელის შვილი მეორე მოშე იმის მაგივრად რომ ისრაელი უნდა გემეშვა გემეგდო და ესერი უკვე დემეტებინა რომ ბუნებას ესუნთლა მათზე მოშე სამაგიეროდ შენ ხო აიღე შენ თავზე შენ ახარ მეგორაში ფარაშეებიდან იქნები რამოდენ ადგილიდან გარეთ დადგები შენი სახელი არ დაიწერება მაგრამ ბძანებს რაბი მოშე ალ-შეხი სადაც წერია სიტყვა աթა ყველგან შებრალებაა בכל מקום שכתוב אתה, ברוך אתה השם. იგურთხოს გამჩენო შენი სახელი. աթა. მე არ შევალახა ეს კაბალის ელემენტებია. მაგრამ ეს ცოტა ბარუხ ჰაშემ ხასიდუთში გარკვეულებით ბრძანდებით, სადაც წერია աթა, ყველგან არის შებრალება. დამამტკიცებელი աթა, თაკუმ თერახემ ციონ, თიბნე ხომოთ იერუშალაიმ. ეს არის ამ ფასუგიდან მოდის ეს სეკრეტი რომ სადაც არის աթა ყველგან არის შებრალება სადაც მოდის ვავი ყველგან არის სიცოცხლის ნიშანი ამიტომ ვეათა ვავიც წერია და ათაც წერია შენ თუ მოშეწაკ შალე სეფერთორიდან შენ სეფერთორაში წერი ხარ შენია ეს სეფერთორა აქ წაიშალა 18 ფარაშეებში მაგრამ ადგილი არ არსებობს სოფლიოში სადაც სეფერთორა გამობრძანდეს და ხალხმა თითით არ მიუთითოს და დაიზახოს ვეზოთა თორა აშერ სამ მოშე რაბენო არ ვამბობთ ვეზოთა თორა შენათან აშემ ამბობთ აშერ სამ მოშე სამეთნავშო სული შესირა თავის ნეშამა ჩაბარა საისრაელოს ამიტომ შენ გეგუდის მოშე ნოცერთენა იოხალპერია შემნახველი ლეგვის ხის ის არის რომელიც პირველად სარგებლობს ლეღვიდან პირველ ნაყოფიდან ამიტომ ეს არის მიზეზი რატომ იწყება ეს ფარაშა ვეათა მიუხედავად იმისა რომ ვიცით რომ ეს ფარაშა არის არონა ქოენის ფარაშა თლიანად თავიდან ბოლომდე წასულ ფარაშაში ფარაშა თერუმა წავიკითხეთ როგორ უნდა აწყობილიყო თელი მიშკანი თელი მშენებლობა კურუს როგორ იყო თავის თელი წყობა შიგნითური ჭურჭელი კესავოთავ ადანავ ბერიხავ ამუდავ როგორ კეთდებოდა ყველაფერი ჭურჭელი ყველაფერი ეს შემდეგშიც მოდის პარაშებში ამ პარაშაში მოდის მარტო რაცევალება არონს რა ევალებოდა არონს შიგნით მიშკანში ბეთამიგიდაში მიშვილებს სანთისანთება პირველი იყო მუშაობა მათი სანთელ საათიდან გამჩნდა მენორათ იწყებს და ვედრე ისრაელის შვილებს მოუტანეთ არონა ქოენს წმინდაზეთი რომ არონმა დაანთოს არონმა მოიტანო შენ წინაშე მერე შენ ვეათა აკრებელე ხაით არონ მიიხლოვე შენი ძმა არონი რატომ არონი შორიდგა არონე შინოდა მეო როგორ დავკლაყეგელი ხბო გამჩენ მივართვაო რომელი ხბოც გუშინ წინ ბოდიში ამისწინეთ გამჩენთან კი არა ყაბოდაზარას მიართვენ და იმას ეუნებოდნენ ელელო ხა ისრაელ შენ მაძმა მისართქვას რომ მე შევწოდე გამჩენთან მეც ვიყავი გარეული ასე თუ ისე ხონდა არონა ქოენს ამნაირი გზნობა შეცდომით ხონდა ხო წერია პირდაპირ თორაში რაშია გადოს სიტყვი მიდრაშიდან დადგა ბოშ ვენი ხლამ შერც ხვენილი და გაწმილებული იყო არონა ქოენი გვერდზე იდგა არ მიახლოვდა მის ბეახ გამჩენი ავედრებს ეუნება მოშეს ვეათა აკრებელე ხა შეუცდომარი არავინ არ არის ყველა ვწდებით ყველა ადამიანი ვწდებით არ არსებობს კაცი კაცმა თქვას რომ კრისტალი ვარ ბროლი ვარ ყველა დასწრილი ვართ ბასარ ვადამ ენადამ ცადიკ იაყასე რაფერ წერია ყოველო ეხეთა ყველა ვწდები ამიტომ რაფერ ვამბობ ჩვენე მოგვიდი ყამიდაში ვკითხულობთ რაბი ყამიდაში ის მე დაგვირებით ჩემი დაგვირებით თქვი
აშიბენუ აშემ ელეხა, რა ფერ ვამბობთ? დაუგვირდი. აშიბენუ აშემ ელეხა. ვეკარებენუ ლეთორათეხა, ყაბოდათეხა. რა არის ვერ გავიგე. ჯერ პირველი თორა გვასწავლე კარგათაო. მერეო შენ ყაბოდას მიგვახლოვე კარგათაო. და მერე ვეახაზირენუ ბიჩუვა შელემალეფანეხა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ჯერ გამჩნევთ რომ რიბონა შელყოლა მიგვახლოვე გვასწავლე თორაო. და მერე შენ სამსახურთანაც ახლოს ვიყოთო ნეტაიო, გაგხადეღინსიო, მერე დაგვაბრუნეთ ეს შუბა შელემაზეო. იმიტომ შეიძლება ადამიანი თორაში იყოს ღმათ, შეიძლება გამჩენით სამსახურში ღმათ, დღე-დაღამე თორა ეკავოს ხელში, თელი მიწაიკითხოს, თავი ურტყას კედელ, როცვილობდეს 5 ჯერ, არა 3 ჯერ, 5 ჯერ დღეში. იმასაც ჭირდება თეშუბა. გამოცარი თეშუბა. არ არსებობს ადამიანი. შენ კიდე შორი იყოს. შორ ვართ. შეიძლება შორ ვიყოთ. შეიძლება თორაში მაგრები ვიყოთ ზოგი. მაგრამ გამჩენს სამსახურთან ნაკლებად. შეიძლება გამჩენს სამსახურშიც მაგარი იყო. მაინც შორ ხარ კიდე თეშუბასთან. რომელი ადამიანია? შელემა იმიტომ წერია. ამიტომ თეშუბა შელემა. უნდა იყოს თეშუბა შელემა. ამიტომ მოახსენებს საკადოშ ბარუხო მოშეს აკრებელე ხაიტარუნახიხა მიიხლოვე შენი ძმარო. მიახლოვე გამჩენთან. ნუ დატოვებ გვერდზე. უთხარი რომ ეს არის ბუნება. ყოლამი ასეა გაჩენილი. მაგრამ დადექი არონო გამჩენებს სახურე. არონი წერია, არონის შვილები წერია. შემდეგში რა? პირველად გამჩენა რა უნდა მეეტანათ პირველ მუშაობაზე ხინუხ აკოანიმ. აქედან სწავლობენ. ყველა ქოენი რო დაიწყებდა მუშაობას რა უნდა მეეტანა გამჩენას ძღვენი? ძღვენელ პარაშიდან არის. ასე წერავს რამბამი გემარა მასხეთიომა მენახოთი ზებახიმშია პეროადგილებზეა. ამას ქვია ხანუკათა ქოანიმ. ამის სუგი არის თალმუდში. და რა უნდა რა მოაქონდა ქოანიმებ? ეს არის მინხათ ხინუხ. კარულეზე მინხათ ხინუხ. ესე იგი ძღვენი რო აკეთებდი ხინუხ შეჩვევის. რო ეჩვევოდი გამჩენის სამსახურო ეჩვევოდა ქოენი. ეს ისწავლება დღევანდელ პარაშიდან. რა თქმა უნდა, მანამდე სანამ ვეაკრებელ ახლა ყორბანს მიიტან და მიახლობდა, რა თქმა უნდა, რამდენი ტასაცმელებით იყო შემოსული. ეს ყველაფერი. ეს ვერ შემდეგ. ყველაფერი შემდეგში სულ დამატებით რითი დამადლიან და არონა ქოენი. არონა ქოენი მიახლოვე, რა უნდა ჩააცვა, რა უნდა დაადვა, რა ქუდი უნდა დაიხუროს, ყველაფერი. შემდეგ სტელი პარაშა ამაზეა. რაბი არონ, რაბი იაკობოდიში. თქვენ ალ-შიხის ფილუში ახსენეთ, რესული ფილუში მეათათ ეცავე და არის საკერთეთი ფილუში ხასიდუთი ახსენეთ, რაბი ხსნის ერთ-ერთ ახსას რომ ვეათა სახელზე ზემოდგაო. ზეაც მიგუთო. ადამიანს თუ ერთ მეორეს პირადად შენ მიმართავ თქვენ. ეს არის კავანა. ეს უკვე რა ხომ ეხანონ. ეს არის. რა მუშალ-შეხის სიტყვებია ზუსტად, არის ზალაგადოს სიტყვებია, სადაც წერია ვეათა. ეს უკვე მეტი არის უბრალოდ სახელზე. ეს სახელზე იუტკეი ვავკეიზე მეტი ადო გამჩესახურებას ვეათა სადაც არის ათა თაკუმ დრაღმციონ სულ ზემოთ არის შებრალებაზე შებრალება. იმიტომ თქვი თუ დავგვირთ სიტყვაში რომ იმიტომ ვიწყებთ ყველა კურთხებას ბარუხ ათა აშემ. ვერ მოდი სანამ გამჩესახელი რატო თქვი ეს სიტყვა? წაღანა ეს იყო რომ გამჩესახელი სანამ ვამბობთ ჯერ ათა ეს მეტი არის კიდე. ეს უკვე მე კიდე რაღაცას ვიტყოდი. ხანა რაღაცას ვიტყოდი. წაკითხული მაქვს რაღაცა ძველად დიდი რაბების ნაწერებში. სადაც მოშე რაბენუ არ არსებობსო, მოშე არ არისო, იქანაო მიხელი გამოჩდაო. ასე წერია. რას ნიშნავს ეს? სასწაულია. ამის ფირუში. მოშე რაბენუ მაგალითად არ წერია პარაშათეცავეში. მოშე არ წერია. ხლა რო აიღო მოშე რაბენუ სახელი მოშე და შემსებულად რო დაწეროთ მემი აიმსება მემით შინ აიმსება იოდ ნონით და ბოლოში ჰეი ალეფით ესე იგი ეს დამალული რომელიც არ არის გამოჩენილი მემი შინი ჰეი გამოჩენილია მაგრამ შიგნიტური მემი იოდი ნონი და ალეფი გემატრია 101 გამოდის რომელიც არის გემატრია მიხაელი სადაც მოშე არ არის იქანა მიხაელი არის ესე იგი სადაც მოშე რაბინო არ ბრძანდებაო არისო მაშინ მიხაელ ამალახი გამოგზანა გამჩენმა რომ ხელმძღვანელობა ჩაუდარა ჯამაცაო სასწაული არის ეს დაუგვირდი რომ 101 ფასუკი არის ამ პარაშაში პარაშა თეცავეშია ზუსტად 101 ფასუკი 101 მიხაელი ესე იგი მიხაელი წერია თუ არ წერია პირდაპირ წერია რემეზით ფასუკებით სადაც მოშე არისო მიხაელი გამოჩნდა ხა დაუგვირდი კიდე ერთ სასწაული
მოშე რაბინო აბრძანდა, ვაი აღარემოთო მოშეყევე და შენ. იოშუა გაუძლდა. ომი იწყება 31 სახელმწიფო ქენაყანი. არეულია ჯამაათი ანჯაღებული. მინდა ვკარგეთ მოშეო, რას მოგივლის იოშუაყიო. საწყალი იოშუა ცოტა გაუძლდა. აი ზე გავიდა 336 კაცი დაიღუპა. აკანკალებული იოშუაყი. დიდი ცუდი პერიოდები გაიარა. მაგარია, კაცი რომელიც მანიგობას იწყებ. პირველ ნაბიჯებზე. ამხელა კაცი შემდეგ. მოშე შემდეგ კაცო, კაცი მანიგადად გები კაცო. იოშუა შეშინებული. დამატებით კიდე რა სადგა. და სადა კიდე? აგერ საუბრად შეიყვანო ჯამაათი, უნდა იომო. ამხელა გადატეხვა იყო იოშუაისთვის. თვალი გაიხილა იოშუაყმა და დაინახა ანგელოზი იყო დამდგარი. ანგელოზმა დაუწყო ლაპარაკი იოშუა. ეუნება ვინახარო შენეოდა. არ შევალახა თელ ფირუშებში თოსფოტია დუა ყველაფერი აწერა მას მიგილაში არ შევდივარ ამაში. მოკლედ სარცევაა შემანი. მე ვარ გამჩიდან გამოგზანილიო. რა ხქია სახე მიხეილ ამალახი ვარ მეო. ესე რადგანაც მოშე გაქრა, გამჩენმა მიხეილი გამოგზანა. ესე იგი, სადაც მოშე ხარში რომ მოუდგეს. ხარში მოუდგა იოშუა, გავიდა სამურად, გამარჯვება, როგორც მაშინ იმარჯვებდა ჩვენი მამა ბაბა, ისეკრას გამჩენმა რომ ესეც გაიმარჯვა ჩვენმა საისრელობა, მე ირაცონ. აწერია თორაში, მკითხულობთ იქანამ აპტირებში. რახავი ეუნება მერაგელიმებს, რა სიტყვებით ეუნება? ქიშამ აყნუ ქიობი შაშენ. მოვისმინეთ რომ გამჩენმა გამოაშრო, ამხელა მეწამული ზუხა თქვენ წინაშე. რა ხალხი ყოფილხართ? სასწაული შამღუყა მიმირგასუნ. ჩვენ სახე რო ისმენდნენ, კანკალობდნენ. ქნას გამჩენმა დააბრუნოს ის ძალა. ხილახაზ იოშუა პელაშე. ის ძალა დაგვიბრუნოს. აზნივალო. ირაცონ. ასე დამგვარად მოშე რაბინუს პარაშა არის ყველა მხარედან. თუ არ უნდა ქონის პარაშა არის, ეგერ მოშე რაბინუს გადაცვალების პარაშაც არის.